ალკოჰოლზე მქონდა ვიდეო ალკოჰოლის მავნებლობასთან დაკავშირებით და ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გასაგებიც არის პრინციპში ადამიანებისთვის და მოყავდათ მაგალითები ესეთი, რომ აი ბებია ჩემმა იცოცხლა 90 წელი და ყოველ დღეს ვსვავდა ერთ ჭიქა ღვინოს და შესაბამისად ერთი ჭიქა ღვინო არ არის მავნე. ზოგი ადამიანი ამბობდა, რომ ვინც ღვინოს სვავს, იმათ არაფერი ჭირს და მე არ ვსვავ ღვინოს და იმდენი რამე მაწუხებს. ზოგი ამბობდა, რომ იტალიელები სვავენ ამ ბევრ ღვინოს და დიდხანს ცოცხლობენ და ასე. ამ კითხვებზე გავცემ პასუხს და კიდევ ერთხელ, ანუ მე არავის აქ არც არავის ძიძა არა ვარ და არც ის მორალის მკითხველი, რომ მე განვსაზღვრო ვინმეს დალიოს თუ არ დალიოს, ეს რა თქმა უნდა თქვენი ნებაა ყველასი. ჩვენ ადამიანებს თქვა თავისუფალი ნება და ჩვენ გადავწყვეტ დავლიოთ თუ არ დავლიოთ, თუ მოწიოთ თუ არ მოწიოთ. აქ საუბარი არის მეცნიერებაზე და იმაზე რა არის სიმართლე. სიმართლე არის ყოველთვის უმეტესად ერთი, ობიექტური რეალობა ყოველ შემთხვევაში არის ხოლმე ერთი. მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ თვითონ ობიექტური რეალობა ერთია და ეს რეალობა უნდა ავხსნათ. ეს არის რა მეცნიერების საქმე და ეს არის მედიცინის საქმეც. აღწერს ობიექტურ რეალობას. მე თუ არ მომწონს, ან მე თუ არ ვეთანხმები ობიექტურ რეალობას, ამით სიმართლე არ ზარალდება. ანუ ამით როგორც წესი ზარალდები ხოლმე მე. ანუ სამყაროს და ობიექტურ რეალობას არ აინტერესებს სინამდვილეში ჩვენ რას ვფიქრობთ. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს რაღაც რო ასეა. ეხლა რაც შეეხება ალკოჰოლს, ალკოჰოლი აღიარებულია პირველი ჯგუფის კარცინოგენად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ძირითადი მიზეზი ამის იყო, რომ 200-ზე მეტ დაავადებას იწვევს ან აუარესებს და მათ შორის სიმსივნეებს და სიმსივნეების რა სიმსივნეებიც ვითარდება, მათი 4.9% არის გამოწვეული ალკოჰოლით. ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადების რისკებს და მსოფლიოში ყოველწლიურად 2.6 მილიონი სიკვდილი, ადამიანის სიკვდილი არის დაკავშირებული ალკოჰოლთან, ალკოჰოლის გამო. ანუ მსოფლიოში ალკოჰოლი ყოველწლიურად კლავს 2.6 მილიონ ადამიანს. მასშტაბი რო გავიაზროთ ამ ყველაფრის, აი რამდენი ხანი უკრაინაში როგორი სისხლის მღვრელი ომი მიმდინარეობს და ნუ სხვა მონაცემები სხვა ამბობენ, მაგრამ დაუპულებს ამბობენ, რომ ჯამში სადაც 200,000 ან 300,000 არ ვიცი, ნუ თუნდაც იყოს 400,000 3-4 წლის განმავლობაში, ხო? და ალკოჰოლის შემთხვევაში ერთ წელიწადში 2.6 მილიონ ადამიანს კლავს. ანუ მასშტაბი ომთან შედარებითაც კი, რაც ომის დამანგრეველი ძალა, ალკოჰოლის დამანგრეველი ძალა უფრო დიდია. ანუ ეს თუ საკმარისი არგუმენტი არ არის ადამიანისთვის, რომ 2.6 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად, სხვა არგუმენტებზეც გადავიდეთ, რა თქმა უნდა. ახლა მეორე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ 2023 წელს ჩატარდა უზარმაზარი ღია მეტაანალიზი, მსოფლიოში ერთ-ერთი უზარმაზარი მეტაანალიზი, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა, რომლის ჯამური ადამიანების, ვინც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა, ექსპერიმენტებში კვლევები იყო აღებული, რა თქმა უნდა, კვლევების ჯამი იყო 4.8 მილიონი ადამიანი. ანუ საქართველოს მოსახლეობაზე მეტი ადამიანები, ვინც სვავდნენ ცოტას და ვინც სვავდნენ 25 გრამ ალკოჰოლს და მეტს დღის განმავლობაში, ქალები და კაცები 45 გრამს და მეტს დღის განმავლობაში. და აკვირდებოდნენ წლების განმავლობაში რა შედეგი იქნებოდა.
და შედეგი დაიდო ესეთი, რომ ვინც სვავდა ცოტა ალკოჰოლს, მათ არანაირი სიცოცხლის ბენეფიტი არ ჰქონდათ, ანუ არც მეტხანს არ იცოცხლეს, არც უკეთესად არ იცოცხლეს, არაფერი არ იყო ბენეფიტი, მაგრამ როგორც კი 25 გრამს და მეტ სვავდა ადამიანი, მაშინვე იმატებდა სიმსივნეების რისკი და სიცოცხლის ხანგრძლივობა. შესაბამისად, ხო, და ნუ რაც მეტ სვავს ადამიანი, მით მეტად ცუდად არის. აქედან მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთეთ, ეს ჩემი აზრი არა თქმა უნდა, აღიარებულია მსოფლიოში და აღიარებულია და რეკომენდირებულია, რომ არ არსებობს უსაფრთხო დოზა. იმიტომ რომ არ არსებობს ბენეფიტები. შესაბამისად, ნებისმიერი ამავდროულად ალკოჰოლი ტოქსინია, ანუ ალკოჰოლი ტოქსინია, კარგად აღიარებული ტოქსინია, ანუ არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ტოქსინია თუ არ არის ტოქსინი, არ არის, ეგეთი კითხვის ნიშანი არ არის. ტოქსინია, ვიცით. და ეს ტოქსინი იწვევს სიმსივნეებს, იწვევს დაავადებებს და არ არსებობს უსაფრთხო დოზა ამ ტოქსინისთვის. და არ აქვს ბენეფიტები, ანუ ერთ-ერთი აზრი, რატომაც შეიძლება ტოქსინი მიიღო ადამიანმა, არის რაღაც მნიშვნელოვანი ბენეფიტი მოგიტანოს, ხო? და ანუ სამედიცინო კუთხით და ჯანმრთელობის კუთხით არანაირი ბენეფიტები არ მოაქვს. მოაქვს ზიანი. ხო. არის რა თქმა უნდა იქ ცოტა საუბარია იმაზე, რაღაც ტანინების შემცველობა, ანტიოქსიდანტების შემცველობა, რესვერატროლი და ესენი, მაგრამ ერთი რომ ძალიან დაბალი დოზაა ეგ და მაგ დოზას ისეთი დაბალი დოზით შეიცავს ღვინო. ნუ ისიც წითელ ღვინოზეა საუბარი, რომ საუბარი არა იმაზე, რომ ორგანიზმზე რამენაირად აისახოს ეგ პოზიტიურად და ის რისკი გადაწონოს, შესაბამისად არ არის ეგ მიდგომა სწორი. ხო, ეთანოლი არის ეს ალკოჰოლი, რასაც ჩვენ სვავთ ხოლმე, ცენტრალური სისტემის დეპრესანტია, ან დეპრესიას ახდენს თავის ტვინის. მოქმედებს რამდენიმე მექანიზმი, მაგრამ ძირითადად ეს არის, რომ GABA ჩვენ თავის ტვინში არის ნეიროტრანსმიტერი GABA, რომელსაც აქტიურებს. და გლუტამატს კიდე ამცირებს და ამითი ამ ორი მექანიზმით რეალურად მოდუნებას იწვევს ორგანიზმის და ყურადღების დაქვეითებას და ფოკუსის დაქვეითებას, დოფამინსაც ცოტათი აუმჯობესებს. აი ამ კომბინაციას იძლევა და ამიტომ ადამიანი თავს გრძნობს ზოგჯერ აგზნებულად თავიდან კარგად, მერე დეპრესია ამიტომ მერე ეძინება და მერე კიდე გამოდის და დამოკიდებულებასაც იწვევს. ვინაიდან ეს ეთანოლი ტოქსინია ორგანიზმში, გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად. აცეტალდეჰიდი შემდეგ კიდე იშლება. ოღონდ სამ ეს მოხდება, მანამდე აცეტალდეჰიდი არის ტოქსინი. აცეტალდეჰიდს შეუძლია რომ დაშალოს დნმ-ი, ანუ დნმ-ზე მოქმედებს. და დნმ-ზე მოქმედება მნიშვნელოვანია იმით, რომ შეუძლია დააზიანოს უჯრედები და სიმსივნის განვითარების პროცესება მოახდინოს. ეგ არის მან ყველაზე მთავარი კომპონენტი. ასევე ლიპიდების მეტაბოლიზმზე მოქმედებს ნეგატიურად ალკოჰოლი და ღვიძლის გაცხიმოვნებას იწვევს და რა ვიცი, ეგ მაინც გაგონილი გექნებათ ყველას, რომ ამბობენ ხოლმე, რომ აი აუკრძალა ექიმმა ალკოჰოლი, იმიტომ რომ ღვიძლის პრობლემები აქვს. კი, ალკოჰოლი და ღვიძლი ძალიან დაკავშირებულია ერთმანეთთან, იმიტომ რომ აზიანებს პირდაპირ ის ალკოჰოლი ღვიძლს. ხო, არ არსებობს ზღვრული ეს აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, რომ არსებობს ზღვრული ან სასარგებლო დოზა ალკოჰოლის, ან კიდე უსაფრთხო დოზა, რადგან პირველი წვეთიდან დაკავშირებულია მაგალითად მკერდის კიბოს განვითარების რისკთან, ღვიძლთან, საყლაპავი, პირის ხრუს სიმსივნეებთან და ასე. ანუ ზრდის მაგ რისკებს. მაშინაც კი თუ დღეში ადამიანი ერთ ჭიქას სვამს მხოლოდ. ხო,
ეს არ ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ანუ ვიღაცის ბებია რომ სვავდა ერთ ჭიქა ღვინოს ყოველ დღე და იმას რომ არ დაემართა კერძის კიბო მაგალითად და დიდხანს იცოცხლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალკოჰოლი ტოქსინი არ არის. ანუ იმ ადამიანმა ალკოჰოლის გამო კი არ იცოცხლა იმდენი, იმ ადამიანმა იცოცხლა იმდენი ალკოჰოლის მიუხედავად. ანუ ეს ცნობილი ფაქტია. ამას ეძახიან ხოლმე რამდენიმე დასახელება არსებობს მეცნიერებაში ამისი anecdotal evidence bias ქვია, ანუ ამბის მტკიცებულებად მიკერძოება, როცა რამე კონკრეტული ამბავი, ერთი ამბავი მოყავს და იმას როგორც მტკიცებულებად ისე ასაღებ, ხო, ეგ არის, ხო, და რა არის, რომ ეხლა უყურეთ, ადამიანი როცა მაგას ამბობს, იმ ადამიანმა ამოარჩია მისთვის რელევანტური ამბავი, ანუ ის ამბავი ამოარჩია, რომელიც მას უნდოდა და ის შემოგვასაღა როგორც რეალობად, მაგრამ უგულებელყო მის მიღმა ყოველ წელს გარდაცვლილი 2.6 მილიონი ადამიანი, რომელიც ალკოჰოლით იღუპება და ამბობს, რომ ვინაიდან მისმა ბებია მიცოცხლა 95 წელი და თან ყოველ დღე იღებდა ალკოჰოლს, ესე იგი ალკოჰოლი არის სასარგებლო და ის ადამიანები, რომლებიც ყოველწლიურად 2.6 მილიონი ადამიანი და კიდე რაც დრო გადის იმატებს ეს რიცხვი იღუპება ალკოჰოლის გამო, უბრალოდ მაგ ადამიანებს ყურადღება არ მიაქცია. ანუ მე მოვიყვან ერთ მაგალითს, როცა ვიღაცამ ალკოჰოლის მიუხედავად იცოცხლა დიდხანს, მაგრამ ყურადღებას არ მივაქცევ მილიონობით დაღუპულ ადამიანს და ვიტყვი, რომ ალკოჰოლი არ არის საზიანო, ხო? იგივე ითქმის ხოლმე ნებისმიერ აი ესეთ ცნობილ კარცინოგენებზე, სიგარეთზეც არის ხოლმე იგივე. კიდე ესეთი არგუმენტია ხოლმე, რომ მაგალითად აი ვინც სვავს ის ჯამრთელია და მე არ ვსვავ და მე არა ვარ ჯამრთელი და ხო, ეგეც ერთ-ერთი მიკერძოების ფორმა, რატომ? იმიტომ რომ რომელი ადამიანები უფრო ხშირად სვავენ ხოლმე, ვისაც აქვს ჯამრთელობის პრობლემები და უჭირს ისედაც, თუ ვისაც არ აქვს ჯამრთელობის პრობლემები და არ უჭირს. ხშირად ის ადამიანები სვავენ ხოლმე, ვინც ზოგადად ჯამრთელია. და ვინც ზოგადად ჯამრთელია, ის რო სვამს, კი, მისი ორგანიზმი რაღაც დრო უძლებს იმას. და აქეთ მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელიც ბუნებრივად შედარებით ნაკლებად ჯამრთელია და არ სვავს და ამბობს, რომ იცი, ის სვავს და იმას არაფერი არ ემართება და ის რომ სვავს, იმის გამო არაფერი კი არ ემართება, რომ სვავს. იმის გამო არ ემართება, რომ უფრო ჯამრთელია ბუნებრივად შენთან შედარებით. ნუ სამწუხაროდ ეს რეალობა არსებობს და ეს ამას ვერ გავექცევი. ზოგი ადამიანი უფრო ჯამრთელია ბუნებრივად, ზოგი ნაკლებ ჯამრთელები ვართ. ესეა, ანუ ყველა ადამიანი ერთნაირი იმუნიტეტით და ერთნაირი ორგანიზმით არ იბადებით. სამწუხაროდ ასე რო არ იყოს, 4-5 წლის ბავშვებს არ დაემართებოდათ სიმსივნეები, სისხლის სიმსივნეები, იცით რომ ბავშვებს ემართებათ ზოგიერთებს, ხო? და ანუ ესე რომ იყოს მოწყობილი სამყარო, რომ ყველა ადამიანი თანაბარი ჯანმრთელობით იბადებოდეს, მაშინ იმ ბავშვებს არ დაემართებოდათ, მაგრამ ასე არ იმართება. არ დაემართებოდათ ადამიანებს მაშინ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, სამყარო თანასწორი იყოს მაგ მხრივ, რომ ყველა ერთნაირ პირობებში ვიწყებდეთ, ყველა ერთნაირ ჯანმრთელობით ვიწყებდეთ და არ ვიწყებთ ყველა ერთნაირ ჯანმრთელობით. და ღვინის სმას მიასაღო ის, რომ ადამიანი გენეტიკურად ჯანმრთელია. ეგ არის სასაცილო. მეტიც კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომლებიც გადაცილდებიან 90 წელს, პრაქტიკულად სრულად გენეტიკა. ანუ ეგ ადამიანები, რომლებიც აი გარემო ფაქტორების ხო არა, აი ჯანსაღი იკვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში არ მოწიო და ასე შემდეგ. მაგითი მოდიფიცირება შეგვიძლია რაღაც დონეზე, რამდენი ხნით მეტი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა. მაგრამ 90 წლის ზევით ვინც აღწევს,
უმეტესობა, არა ყველა, მაგრამ უმეტესობა და თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ან ძალიან დიდი პროცენტი, ძალიან დიდი უმრავლესობა არის გენეტიკურად ჯანმრთელი. შესაბამისად, ის გენეტიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე სვავდა ღვინოს, იმიტომ კი არის ცოცხლა, რომ ყოველ დღე სვავდა ღვინოს, იმიტომ იცოცხლა, რომ გენეტიკურად იყო ძალიან ჯანმრთელი და ღვინის სმის მიუხედავად იცოცხლა მაგდენი. მშვენიერია, კი, მე მოყავს ხოლმე კიდე არგუმენტი დამატებით, რომ მაშინ იცი რა თმინდა ეგეთი სიცოცხლე, ის 5 წელი რა თმინდა ანის თუ ბარემ კარგად ვიცხოვრებ და ისა დავლევ და რაღაცა. კი, თუ ეგრე გენეტიკურად ჯანმრთელი ხარ ადამიანი, რატომაც არა დალიე და შეიძლება მოწიოს კიდევაც და 109 წელი იცოცხლოს. ესეც შესაძლებელია თუ გენეტიკურად ძალიან ჯანმრთელი ადამიანი. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა არა ვართ ეგეთი ძალიან ჯანმრთელები. ეგ ხომ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჩვენი საზოგადოების, ვინც ესე ჯანმრთელია, რომ თავს უფლება მისცეს, რომ თავზე ხელი აიღოს და არაფრიდან ეს ტოქსინი მიიღოს დამატებით. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მე არავის კიდე ისა რამდენიმე ეს კომენტარი იყო, რომ შენო რას გვიკრძალო, არა, რა თქმა უნდა, მე არავის არ გიკრძალავთ არაფერს, მე არავის არ გიკრძალავთ ის დალებას. თქვენი არჩევანია, რა თქმა უნდა. ანუ უბრალოდ მე საუბარი მაქვს იმაზე, რა ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ალკოჰოლი ტოქსინია, ჩვენ ვიცით, რომ ალკოჰოლი სიმსივნეებს იწვევს და ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოება არ არსებობს და ამის მერე, რა თქმა უნდა, რაც უნდა ისქნას ადამიანმა, ხო. კიდე აი ამას ქვია ხოლმე გადარჩენილების მიკერძოება, როცა ადამიანები ყოველთვის ესე აი ალკოჰოლის სმის მიუხედავად ვინც გადარჩა იმ ადამიანებს აკეთებენ ხოლმე აქცენტს და არა იმ ადამიანებზე, ვინც ვერ გადარჩა. არის ხოლმე კიდე ესეთი არგუმენტი, რომ მაგალითად იტალიელები ცხოვრობენ დიდხანს და სვამენ ღვინოს. ხო, იტალიელები იმიტომ კი არ ცხოვრობენ დიდხანს, რომ სვამენ ღვინოს. იტალიელები იმიტომ ცხოვრობენ დიდხანს, რომ ზოგადად ხმელთაშუა ზღვის დიეტას მიყვება უმრავლესობა და ხმელთაშუა ზღვის დიეტა მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო დიეტად. იმიტომ რომ ბევრ ხილს ჭამენ და ბოსტნეულს და ზეითუნის ზეთს და თევზს, იმიტომ რომ ფიზიკურად აქტიურები არიან, იმიტომ რომ მყარი სოციალური კავშირები აქვთ და შედარებით ნაკლებად აქვთ დეპრესია და სტრესი, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია ჯანდაცვა მეტად, ანუ ბევრი ფაქტორებია. რა თქმა უნდა, ან ჩვენ ქართველებში გვაქვს რაღაც პოზიტიური, ისე არ არის რომ საქართველოში მაგალითად აი ეს მყარი სოციალური კავშირები რაც საქართველოში გვაქვს, ვთქვათ მეგობრობა, ის რომ ოჯახის წევრები ახლოს ვართ ერთმანეთთან და რაღაცა, ეს ყველაფერი არ არის ისა ცუდი, პირიქით კარგია ჯანმრთელობისთვის. ხო. და აი ამ კოფაქტორები ქვია. ამ ფაქტორების დამთხევა, რომელიც მაგალითად ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ნამდვილად სასარგებლოა, ფიზიკური აქტივობა, სოციალური კავშირები, ჯანდაცვა, შემოსავალი, რომელიც ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან. ეს ყველაფრის გამო არიან დიდხანს რო ცხოვრობენ, იმიტომ კი არა რომ ეს ჭიქა ღვინოს სვამენ. ანუ ეგ არ არის ახსნა იმის, სხვა რაღაცეებია სიმში. ანუ იმ ერთი ჭიქა ღვინის მიუხედავად ცოცხლობენ დიდხანს. და მესამეც კიდე რომ თქვენ შეიძლება მიგაჩნდეთ რომ იტალიელები ძალიან ბევრ ღვინოს მოიხმარენ, მაგრამ რომ დავთვალოთ ერთსულ მოსახლეზე განსაკუთრებულ რაოდენობას არ მოიხმარენ, უბრალოდ შეიძლება ჩანს ის რომ ვიღაცა ერთ ჭიქა ღვინოს ისა სვავს. ხო. და მაგალითისთვის ვთქვათ ვინ სვავს მეტს. ანუ ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან მეტი ალკოჰოლის მიღებით და თუნდაც ავიღოთ მაგალითად რამდენად ხშირად ემართებათ ალცჰეიმერი მაგ ქვეყნებში და რამდენს ცხოვრობენ საშუალოდ. მაგალითად ლატვია ხო ევროპაშია და განვითარებული ქვეყანაა მეტნაკლებად. მოიხმარს ბევრ ალკოჰოლს
და 76 წელს ცოცხლობს პოპულაცია. საშუალოდ, ანუ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76 წელი, რომელიც არ არის ბევრი, ევროპისთვის არ არის ბევრი. და ალცჰეიმერის დაავადება ერთ-ერთი ყველაზე ხშირია ევროპულ ქვეყნებს შორის, ლატვიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირია ალცჰეიმერის დაავადება. ალბათ ჩეხეთი მაგალითად ასევე მოიხმარს მეტს. ალცჰეიმერის დაავადება ერთ-ერთი ყველაზე ხშირია და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79 წელია. ნორმალურია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მაგრამ ალცჰეიმერის მაჩვენებლები ძალიან მაღალი აქვს. ლიტვას ასევე მაღალი აქვს ალცჰეიმერის მაჩვენებელი. ავსტრიას, რომელიც ასევე ბევრს მოიხმარს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი მაღალი აქვს ავსტრიას, იმით გამო რომ ძალიან კაი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ძალიან კარგად ცხოვრობს იქ ხალხი, მაგრამ ალცჰეიმერის მაჩვენებელი მაინც მაღალი აქვს. მაშინ როცა მაგალითად ევროპის სხვა ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობაც მაღალია და ალცჰეიმერის გავრცელებაც შედარებით დაბალია. რაც შეეხება იტალია, გერმანია, ესპანეთი, იტალიაში საფრანგეთის მაგალითად, ხო, გერმანიას მაგალითად აქვს გერმანელები მოიხმარენ ბევრ ალკოჰოლს. ფრანგებიც მოიხმარენ ბევრ ალკოჰოლს. სხვა ფორმებით, ზოგი ღვინოს, ზოგი ლუდს და ასე სხვა ფორმებით. იტალია და ესპანეთი მოიხმარენ შედარებით ნაკლებს. და კორელაცია როგორია, რომ მაგალითად იტალია და ესპანეთს ერთ-ერთი საუკეთესო სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, შედიან ტოპებში. ანუ ვინც ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარენ, ის ქვეყნები შედიან 83-85. ესეთი აქვს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რაც ძალიან მაღალია. მაშინ როცა ვთქვათ გერმანიაში რა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ნაკლები ჯანდაცვის სისტემაა თუ ნაკლები განათლებაა თუ ნაკლები ფული აქვს თუ ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს, მაგრამ არა გერმანელები ცოცხლობენ შედარებით ცოტას. ალცჰეიმერის დაავადება მაგალითად დადასტურებულია რომ ალცჰეიმერის დაავადება განსაკუთრებით ნაადრევ ასაკში, როცა ვითარდება, მათი 60% დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარებასთან. ალცჰეიმერის დაავადება იმ ქვეყნებში, ხო, აქ რა თქმა უნდა ეს არ უნდა აურიოთ, ალცჰეიმერის დაავადება ზოგადად ასოცირებულია ასაკთან და იმ ქვეყნებში, რომლებშიც ადამიანები ღრმა მოხუცებულობას აღწევენ, უფრო მაღალი ალბათობა რომ ალცჰეიმერის დაავადება დაემართოთ, მაგრამ მეორე დამატებითი რისკ-ფაქტორი არის, რომ ალკოჰოლის მოხმარება მჭიდრო კავშირშია ალცჰეიმერის დაავადებასთან და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებასთან. შესაბამისად, ანუ კვლევებიც აჩვენებს, რომ მაღალი ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია სიცოცხლის ნაკლებ ხანგრძლივობასთან. შესაბამისად, ის არგუმენტები, რომ ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანმა იცხოვრა დიდხანს, იმიტომ რომ ალკოჰოლს სვამდა, ეს არის მცდარი და ალკოჰოლი ის გამო კი არა, ალკოჰოლის მიუხედავად იცხოვრა აღიარებულია მოკლედ ნომერ პირველი ჯგუფის კარცინოგენად ეთანოლი, ანუ ალკოჰოლი, ანუ აქ კითხვები არ არის რეალურად, მუდმივად რამდენადაც მოწმდება სხვა კვლევებით ალკოჰოლი იწვევს სხვა დაავადებას 400-ზე მეტ დაავადებას უწყობს ხელს და ათეულობით სიმსივნის განვითარებას უწყობს ასევე ხელს, მათ შორის და განსაკუთრებით კერდის კიბოს სიმსივნის განვითარებას. ამიტომ მე პირადად მაგალითად ალკოჰოლის მომხრე არა ვარ, მაგრამ თავისუფალი ნების მომხრე ვარ, ვისაც უნდა შეუძლია რა თქმა უნდა მიიღოს რამდენიც უნდა, მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით, როგორც ერთ ჩვენ ცნობილ ქართულ ფილმში, სიმართლეს ვერ გაექცევი და არც უნდა გაექცე. ჯობია რომ აღიარო რომ სიმართლე ეს არის, მაგრამ ამის მიუხედავად მე ამას ვაკეთებ, მე უფრო დიდი ვაჟკაცობაც და ღირსებაც მგონია, ვიდრე ის რომ თავი მოიტყუო ცრუ არგუმენტებით, რომ ვითომ ანუ იმიტომ სვავ რომ რაღაც ჯანმრთელობას კარგს უკეთებ, ან იმიტომ სვავ რომ ვიღაცის ბებიამ ან ბიძამ ან მამამ დიდხანს იცოცხლა. ეს არის მცდარი მოსაზრება.
მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი არხი და გინდათ დონაციები, შეგიძლიათ კომენტარებში აღწერაში მითითებული დონაციები და გააკეთოთ დონაციები. არა კომენტარებში, არამედ ვიდეოს აღწერაში, ან ვიდეოს სათაურის ქვეშ არის ვიდეოს აღწერა და იმას დააჭირეთ და ნახავთ. ვისაც გინდათ დონაციას პლუს ინდივიდუალური კონტაქტი, მაშინ შეგიძლიათ Patreon-ზე გამოვყეთ. Patreon-ის ლინკიც მიდევს იქ ვიდეოს აღწერაში. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.